მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში კალათბურთის გუნდი და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია ჩამოყალიბდა. ეს აქტივობაც ერთ-ერთი მათგანია, რომლის შესახებაც ადგილობრივმა მედიამ პოსტფაქტუმ გაიგო. დეტალებს გთავაზობთ სიუჟეტში. ახალციხეში საკალათბურთო გუნდი ახალციხე და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია ჩამოყალიბდა. გუნდში 14 კალათბურთელია, მათგან არც ერთი ახალციხელი. საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების შესახებ მუნიციპალიტეტის მერიას წინასწარ ინფორმაცია მედიისთვის არ მიუწოდებია. ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც მერიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოსტფაქტუმ გაავრცელა. შემდეგ კი ვარლამ ციკლაურმა კალათბურთელები წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოსახლეობას წარუდგინა. ახალციხეში დაფუძნდა ბავშვთა საკალათბურთო აკადემია, რომელსაც უხელმძღვანელებენ პროფესიონალი კალათბურთელები და ახალციხეს ეყოლება კალათბურთის გუნდი, რომლის სახელიც არის ახალციხე. რატომ არ შეატყობინეს მედიას გუნდის ჩამოყალიბების შესახებ პროცესში? კითხეთ ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს. მან გითხრა, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თუ აქტივობაზე მედიას წინასწარ შეატყობინებს თუ არა, ამას თვითონ გადაწყვეტს. არგუმენტად შემდეგი მოჰყავს. როდის ჰქონდათ ბოლოს კარგი ამბავი ახალციხის მუნიციპალიტეტზე მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით თქვენ უნდა შეატყობინოთ მედიას და შემდეგ მედია გადაწყვეტს გაშუქების კონკრეტულად. შესაბამისად, მე ვიღებ გადაწყვეტილება, შეგატყობინებთ თუ არა. ანუ გადაწყვეტეთ, რომ არ შეგატყობინოთ. რო არ დაგპატიჟეთ, ესე იგი გადავწყვიტე, რომ არ შეგატყობინებთ. ესე იქნება? როგორც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ისე ვიღებ მე გადაწყვეტილებას. ვარლამ ციკლაურისგან კალათბურთის გუნდის შესახებ კითხვებზე პასუხები ვერც მასთან ინტერვიუს დროს ვერ მივიღეთ და არც საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგწერეს. ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. უწყებიდან მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი მივიღეთ. ჩვენთვის უცნობი დარჩა თუ რა დაუჯდა მუნიციპალიტეტს 14 კალათბურთელის დაქირავება. მერიიდან მოგწერეს, რომ კალათბურთის კლუბის და ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155,000 ლარია გამოყოფილი, ხოლო აიბ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან 29,000 ლარი. მერია საჯარო ინფორმაციაში მიუთითებს, რომ კალათბურთელების ხელფასი 2,000 ლარია. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გავეცანით ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის მიმდინარე სამუშაოებს. გარდა კალათბურთის გუნდის ჩამოყალიბებისა, მერმა ვარლამ ციკლაურმა თანაგუნდელებთან ერთად ისე მოინახულა კალათბურთის დარბაზის მშენებლობა, რომ არც ამის შესახებ უცნობებია ადგილობრივი მედიისთვის. ჩვენ მერიიდან დარბაზის მშენებლობის დეტალების შესახებაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია. მათ სახელმწიფო შესყიდვების კოდი მოგწერეს. შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით დარბაზის მშენებლობა 4,5 მილიონამდე ლარი ჯდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეპესე ინდექსმა ხელშეკრულების მიხედვით სპორტული კომპლექსის მშენებლობა 31 მარტამდე უნდა დაასრულოს. 5 მილიონამდე არის დაფინანსება. ეს ადგილობრივი ბიუჯეტია თუ ცენტრალური? არა, ცენტრალური ბიუჯეტი. და ნაწილი არის ადგილობრივი. ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გუნდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატში, ხოლო ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლა მხარის 6-ვე მუნიციპალიტეტიდან კალათბურთით დაინტერესებულ მოზარდებს შეეძლებათ. სწავლა უფასოა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნევიან, კალათბურთის გუნდი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩამოაყალიბეს. კალათბურთის გუნდი ახალციხე 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა. როგორც ახალციხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, ჩამოყალიბებიდან 3 კვირაში კლუბმა თბილისის გუნდ ვინგს ანგარიშით 104,98 მოუგო. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.